შემიძლია თამამად თქვა, რომ ჩემი პროფესია მიყვარს და ვაფასებ. შახტაში რომ დავიწყე მუშაობა 2015 წელს ახალი შექმნილი იყო ეს ბრიგადა, სამონტაჟო ბრიგადა და დავიწყე ზეინგლად მუშაობა. და სადღაც 2 წელიწადში, 2 წელიწად ნახევარში დამაწინაურეს და რავხდი 10-ის თავი. ეს მე ვარ ამ პოზიციაზე. შახში მუშაობთ ჩემი ოჯახიდან, მამა ჩემი და ჩემი ძმა. ძირითადად შემოსავლად შახტიდან გვაქვს, თუნდაც ვარსებობთ. 90-იან წლებში ძალიან რთული პერიოდი იყო აქ, საკაჩერებული იყო ყველაფერი და თელი ქალაქი დაცარიელებული იყო და ნელ-ნელა წამოვიდა შახტიდან რომ ამოძრავდა. მოიხსენებათ 4 შახტაზე იყო დამოკიდებული, თელი ტყიბული და ამ 4 შახტიდან დღეს 2-ია დარჩენილი, მაგრამ რაღაც ეტაპმა დაიკავა ეს ხალხი რომ არ გაიქცა ტყიბულიდან და დღეს კიდევ იმედი მაქვს კიდე და კიდე გაგრძელდება რომ აღორძინდეს და მეტი და მეტი ხალხი დასაქმდეს. ყველა უნდა გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ თავს, ისე უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. ტყიბულში გვაქვს იმ სამსახურის გარდა საშუალება რომ ქართობის მიზნით ტარდება მოგზაურობები, წელს პირველი ადგილი ავიღე გამემართლა, ასევე ფეხბურთშიც მიყვარს ნადირობა. ზოგადად რომ ამბუნებას ხატავ და ნელ-ნელა ვეთოვში. მაქვს მეორე პროფესია, ვარ მხატვარი, გამომთარი იაკობ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელი 2006 წელს. მას შემდეგ როცა დრო მაქვს, ხატავ, ვერთობი. ხატვის ნიჭი ბავშვობიდან რაღაც წიგნებიდან ვიხატავდი ილუსტრაციას მაშინ რაც იყო ხელთ. შემდეგ მე-6 კლასიდან შევედი ტყიბულის სამხატვრო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ წავედი იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში. მაინც ყველა ნახატი არის დაუმთავრებელი ხატვისთვის. ფაზაში რომ მიადგები თავიდანვე და ერთ მუზას მიაყრე, დასრულებულად იწვევა ის ითვლება თითქმის რა. ძირითადად ნახატებს ვაგროვებ, რომ აი ვარჩევ, რომ კაიები დავიტოვო და იმავს რა. ყველა ერთნაირი არ გამოდის, ყველა კარგი არ გამოდის ნახატი. თავარია დრო იყო ეს და მუზა. ეს არის სახლი ტბის პირას, ყველა რაღაცის ოცნება, აი კოტეჯი. რო დაარქვა ალბათ ოცნების სახლი.